პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ სულხან მოლაშვილის წამების არადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებზე იმსჯელა. კომისიის ხდომაზე კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილის მამას თენგიზ მოლაშვილს მოусმინეს. დასაჯდომის გამი არ ქონდა, სინათლე არ ქონდა. საკანში სინათლე საერთოდ არ იყო. არისო, არა და ჰაერის რაღაცა ერთი ჭურჭურტანა იყო, ესე პირი რომ მიედოს ადამიანს და რომ ეს უთქას პირადი შურის ძიება იყო სწორედ ეს. დანა კი არ გაუყარეს, შუბში ტყვია კი არ დაახალეს. ნელი სიკვდილით მომიკლეს, ნელი სიკვდილით. რა მაქვს სათხმელი და სულხან მოლაშვილი რო შეაგდეს სული ავსიტყვის მნიშვნელობით უბედურ კამერაში. ერთი ნახევარი საათით სულხან მოლაშვილი დღეებითა და მივით იყო იქ ხო? სააკაშვილს მოკიდონ ერთი ხელი, მიიყვანონ იქა, შეაგდონ ნახევარი საათი და რო გამოვა იქიდან, თამაზ მოლაშვილი დახვდეს და უთხრას, აი ახს ეყავდა შენი ბრძანებით სულხან მოლაშვილი, კარგი იყო? აი ნეტა ესეთი რამე შეიძლებოდეს, რომ მაგასაც აგრძნობინონ იქ რა არის, მაგრამ არა, წამოკონტროლებულია დასასვენებელ სახლში, გემრიელად მიირთმევს და ამას ქვია დაპატიმრება? არა მგონია დაპატიმრებული. კეთილი ინებოდა ჩვეულებრივ იმაში კამერაში გადაიყვანენ როგორც არის და მოფერება და ისა ეყოთა ამათი. პარლამენტმა ნარკოპოლიტიკაზე გამკაცრებული კანონმდებლობა დაამტკიცა, განხილვები დასრულებულია. გამკაცრებული სასჯელი და ახალი რეგულაციები ძირითადად ნარკორეალიზატორებს ეხება. კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება. ძალიან დაუნდობელ ბრძოლას ვაცხადებ ნარკორეალიზატორების მიმართ და კანონი მკაცრდება, ძალიან ხშირ შემთხვევაში მათ მოუწევთ უბადო პატიმრობაც. და მაქედან გამომდინარე ეს რა თქმა უნდა ერთის მხრივ პრევენციული ხასიათის კანონი არის, ვინაიდან მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ნარკორეალიზატორს, ეგრეთ წოდებულ ბარიგას შეეშინდება და ასე ვთქვათ, შეიცვლიან პროფესიას, ხო? ესე ნახევრად ხუმრობით რო ვთქვათ. ვინაიდან ეს არის გამოწვევა, სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინაშე, არამედ ზოგადად მსოფლიოს წინაშე. პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. ამავე პროექტით საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფას და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყების, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩამოყალიბებას პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი დღეს პლენარულ სხდომაზე 82 ხმით ერთხმად დაამტკიცეს. მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები რეგიონული განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარების სამინისტროს, ხოლო ინფრასტრუქტურული მიმართულებები ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ჩინეთისთვის ტარიფი 245%-მდე გაზარდოს. ინფორმაცია ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გათავისუფლების დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააწესა 10%-იანი ტარიფი ყველა ქვეყნისთვის, ასევე ინდივიდუალური უფრო მაღალი ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებთანაც შეერთებულ შტატებს აქვს სავაჭრო დეფიციტი. ამასთან განცხადებაში ნათქვამია, რომ 75%-ზე მეტ ქვეყანას სურს ვაშინგტონთან ახალი სავაჭრო შეთანხმებების განხილვა, რის შემდეგაც ტრამპმა დროებით შეაჩერა ინდივიდუალური ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მოლაპარაკებებზე დათანხმდნენ. გამონაკლისი იყო ჩინეთი, რომელმაც საპასუხო ზომები მიიღო. ამ ქმედებების შედეგად ჩინეთს ახლა ემუქრება ამერიკის შეერთებულ შტატებში იმპორტზე 245%-მდე ტარიფი, ნათქვამია განცხადებაში. ამჟამად ჩინეთისთვის 145%-იანი ტარიფი მოქმედებს.
ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროპამ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. ურსულა ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ ევროპამ გაიღვიძა, თუმცა ახალი რეალობიდან გამომდინარე ევროკავშირში სერიოზული ცვლილებებია საჭირო. ევროკომისიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის ახალი სატარიფო პოლიტიკის გამო ევროკავშირმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან უნდა ჩამოაყალიბოს ეკონომიკური ურთიერთობები და ევროპულ ბაზარზე მოიზიდოს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი მიმდინარე კვირაში მოლაპარაკებებისთვის პარიზში გაემგზავრებიან. ამის შესახებ გამოცემა პოლიტიკო ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. როგორც პოლიტიკო წერს სტივ ვიტკოფი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება, ხოლო მარკო რუბიო თავის კოლეგას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ნოელ ბაროს. წყაროების ცნობით შეხვედრებზე მხარეები უკრაინის, ირანისა და სავაჭრო საკითხებს განიხილავენ. უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. უმაღლეს რადაში გამართული კენჭისყრისა საომარი მდგომარეობის 6 აგვისტომდე გახანგრძლივების გადაწყვეტილებას 357-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ მხოლოდ 1 დეპუტატი წავიდა. ცნობისთვის, უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების ინიციატივით უმაღლეს რადაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. ამასთან პარტია ევროპული სოლიდარობის წევრმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერს, რადგან ხელისუფლებას არ ჩაუტარებია დემობილიზაცია და არ დაუდგენია სამხედრო სამსახურის ღვრული ვადა.